J-Hub podcasti. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებელო. კეთილი იყოს შენი მობრძანება J-Hub podcast-ის შემდეგ ეპიზოდში. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ზარმაცი დიასახლისი, იაელ დავარაშვილი. მივესალმოთ თუ შეიძლება. Yay! კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან. მადლობა. როგორ გიკითხოთ, როგორ მიდის შენი დღე? კარგად. ველოდები სექტემბერს სკოლაბაღის დაწყებას. აჰა. რო უფრო კარგად წავიდეს შენი დღეები ხო? კი, პროდუქტიული იყოს. კი ბატონო. გაგიჟებენ ალბათ. დღის განმავლობაში. მაყურებლისთვის იაელი გახლავთ სამი შვილის დედა, არ ეთყობა ვიცი მაგრამ, კი. და აქედან გამომდინარე აგიჟებენ ხოლმე სახში. როგორც ვიცი, გაქვს ძალიან საინტერესო ბექგრაუნდი ბევრი სხვადასხვა მიმართულებიდან და დღეს მოკლედ ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე. ასევე როგორც ვიცი, შენთვის პირველი ექსპერიენსი არის ასეთი ტიპის მიმართულებით, ხო? მიუხედავად იმისა, რომ კამერასთან ახლა საკმაოდ ხშირად ხარ, მაგრამ კი, პირველია და ასე რომ ნერვიულობ ხო ცოტა. არა უშავს, ძალიან კარგი მაყურებელი ყავს. ჯერჯერობით არა ბევრი, მაგრამ კარგი ყავს ნამდვილად. კი, ნამდვილად. მოდი პირველ რიგში მოგიყევი შენი თავის შესახებ. მოკლედ აგვიწერო, ვინ არის იაელ დავარაშვილი. ბატონო, იაელ დავარაშვილი არის 31 წლის female. კონტენტ კრეატორი, დედა. She her. ხო, დედა, მეუღლე, მასწავლებელი. ეხა ეგ არის ჩემი ყოველდღიურობა. მაგრამ ყოველთვის არ ვიყავი იაელ დავარაშვილი, ვიყავი როდესაც მაია მამისაშვილი. ხო, ანუ ბევრი რაღაც ჩამოთვალე ახლა. და ხო, მინდა რომ ყველაფერში ნელ-ნელა შევიდეთ და ცოტა უფრო დავწყვილმანდეთ. მაგრამ მასწავლებელი რას ასწავლი? ებრაულ ტრადიციას ვასწავლი, გოგონებს. ეს ერთი წელი ვასწავლიდი ასევე ებრაულ სკოლაში ბავშვებსაც. და ხო, ეგ არის ჩემი მასწავლებლობა. ეს ანუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემოვიდა. არა, ბავშვებ პატარებთან სკოლაში უშუალოდ კი ერთი წელია და ისე რამდენიმე წელია, უკვე 3 წელი მგონი, რაც რო აი სტუდენტებს ვასწავლი რა. და როგორია ეს შენთვის? რო იყო მასწავლებელი? მახსოვს პირველად, როდესაც გაკვეთილი ჩავატარე, მაკანკალებ და ისე ნერვიულობდი. ხა, მაქამდეც ყოველთვის მქონა შეხება, ავი მანაკები მქონა, სემინარები მქონდა, თამაშებს ვატარებდი ხოლმე და ეგ მიმარტივდებოდა, მაგრამ როგორც აი ლექცია რო ვიღაცას რაღაცა ვასწავლო, იყო ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა. და მე თვითონ გამოვთქვი სურვილი. აი, ორგანიზაციაში სადაც ტარდებოდა ლექციები, მეთქი ვცდი თქო, უსასყიდლოდ. და მახსოვს ეს პირველი გაკვეთილი. და შენის მე მქონა გაკვეთილი და ვიჯექი და მაკანკალე და მეთქი როგორ ვიღაცას უნდა ვასწავლო რაღაც, ჩემთვის იყო ძალიან ეგ რთული რა. მაგრამ ახლა უკვე ძალიან მარტივი არის, მიყვარს ძალიან ეგ საქმიანობა მოზარდებთან და სტუდენტებთან და ბავშვებთან ხო რაღაც გამიჭირდა ძალიან. ძალიან კაი, მშვენიერი. ხო, ანუ კომუნიკაცია მოკლედ ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. კი, თითქოს და თავი მიმაჩნდა რაღაც უფრო ინტროვერტი, ეგრე მეგონა ძალიან ისეთი ვარ, მორიდებული მეგონა ჩემი თავი, მაგრამ აი ხან ისე ვარ, ხან ასე ვარ რა. მაგრამ მიყვარს კი კომუნიკაცია, გარეთ გასვლა, ხალხთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. ძალიან კაი, მშვენიერი. კაი, მოდი ამ შენ ინტროვერტულ ბლოგერობას და ასე შემდეგ ცოტა მერე მინდა რომ შევეხოთ, იმიტომ რომ მინდა რომ ცოტა მაგას ჩავუღრმავდეთ, მაგრამ აი ხლა აი ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, აი საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, მე როგორც ვიცი, მაიკო მამისაშვილი არ იყო რელიგიური და არ მიდიოდა იმ ცხოვრების გზით, რომლითაც ჩვენ დღეს მიდიხარ და ძალიან საინტერესოა, დარწმუნებული ვარ ჩემთვისაც და მაყურებლისთვისაც ის როგორ მოხდა ეს ყველაფერი, როგორ გახდა მაიკო მამისაშვილი, იაელ დავარაშვილი, კი. ხო, ესე იგი მაიკო მამისაშვილმა გარკვეულ ასაკამდე არ იცოდა, რომ საერთოდ არის ებრაელი. და ებრაულ სკოლაში როდესაც აღმოჩნდი, მაშინ გავიგე ამის შესახებ. მახსოვს პირველი დღე სკოლაში დილით ლოცვა იყო ხოლმე გოგონების და უცებ ყველამ ხელი რო აიფარა, ესე ვზივართ ლოცვა და ყველამ უცებ ხელი აიფარა ესე შმა ისრაელაზე. მე კიდე არ ვიცი, ჩვენთვის ხო ძალიან დიდი უცნაურობა და ძალიან უხერხულად ვიგრძელი თავი. კიდე ერთ სასაცილო მომენტი იყო, ტრადიციის გაკვეთილი გქონდა და ადრე მომიწია წასვლა და გვასწავლიდა ფარაშად ჩავუას მასწავლებელი.
ხო და მეთქი არა უშავს მას მეთქი სახში ბიბლია მაქვს თქვა და იქ წავიკითხავ თქვენ ყველაფერს. და მოკლედ ესე და რაღაც უკვე ალბათ მე-7 მე-8 კლასისთვის გავიაზრეთ მე ებრაელობა რას ნიშნავს, იმიტომ რომ ისე ვიზდებოდი რომ არ რჩება უთქვამთ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ანუ ჩვენ ოჯახში ებრაელობა იყო როგორც აი რაღაც ნაციონალობა, რომ აი სისხლში გირებია ებრაული რაღაც და აი მაგდონეზე მეტი არაფერი. დღესასწაულები, ქიპური, შაშანა, არაფერი. არაფერი საერთოდ. არ იყო და უკვე სკოლას რომ ვამთავრებდი, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ებრაული ოჯახი უნდა შევქმნა. ეს იყო რაღაც ჩემებისთვის რაღაც ესეთი სასაცილოსავით, ჩემი ძმასთან რო ვთქვი, რომ მეთი ებრაელს უნდა გავყვეცოლად, გაუცილებლად, გაიცინა ებრაელს არა. ისაკი. ხო. მაგრამ ეს სკოლა დამთავრე თუ არა, გავიცანი ჩემი მეუღლე. და რამ გამოიწვია შენში ეგ, რომ აი აუცილებლად ებრაული ოჯახი უნდა შექმნა, რომ აი ეს შენი იდენტობის ესეთი ძლიერი ნაწილი გახდა, მაშინ როცა ნუ ოჯახიდან ეს არ წამოსულა იმდენად. მომეწონა აი გაკვეთილები, ტრადიციის გაკვეთილებში მომეწონა ძალიან ბევრი რაღაცა აი იუდაიზმში რა, განსაკუთრებით ის, რომ აი დიდი ყურადღება ექცევა ოჯახს და ცოლქმრის ურთიერთობას, რაც მაგალითად სხვაგან ვერ დავინახე. ან ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და აი მაგან მიმიზიდა ესე ვთქვა და ეგეთი გრძნობა მქონდა და ვიყავი დარწმუნებული რომ აი ბედნიერი ოჯახი მექნება თუ შევქმნი ებრაულ ოჯახს. ოკეი. საინტერესოა ძალიან. და ეს ეტაპობრივად მოხდა, რაღაც ერთ მომენტში მოხდა, აი როდის გაიაზრე? აი არ მახსოვს. რაღაც თავისით მოიტანა, რაღაც მომენტში გადავწყვიტე რომ მოდი ღორის ხორცს არ შევჭამ. ოკეი. ხო მაგით დაიწყო ხო ეგ მახსოვს მკვეთრად. მე რაღაც შაბათს რაღაცებს აღარ ვაკეთებდი. მაგრამ აი უფრო მკვეთრად, თორესაც უკვე დავოჯახდი. იმიტომ რომ ხა სახში მაინც ისეთ გარემოში ვცხოვრობ, ვისაც არავინ არაფერს არ იცავს, რთულია მაგ დროს ხო. ამიტომ ვიცოდი რომ ებრაულ ოჯახს შევქმნი, იმ დღიდან შევძლებ რომ რაღაცები დავიცვა. ოკეი. და აი როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება მაგ მომენტში, ანუ არ გაგიჭირდა როგორც ასეთი აი ესე გადაშვება ასე ვთქვათ ამ ყველაფერში. არა, დანარჩენი რაღაცები უკვე ეტაპობრივად მე და ჩემო მეუღლემ ერთად დავიწყეთ. პირველი რაც იყო, ეს იყო შაბათის დაცვა, მთლიანად ვიცავდით, ქაშრუთი, ქაშერის ჭამა, ოჯახური სიწმინდის წესები, ეგ იყო რაც პირდაპირ დავიწყეთ და დღესასწაულები. დანარჩენი უკვე ჩაცმას რაც შეეხება და სხვა რაღაცები, ეგ უკვე თავზე დაფარებაც ქორწინებიდან 2 წელიწადში მოხდა და ნელ-ნელა ეს ჩემი წრე იყო, ის ებრაულ სკოლაში სწავლობდი, მე ებრაული უნივერსიტეტის ფილიალი იყო აქ, იქ სწავლობდი, მუშაობა დავიწყე ებრაულ ორგანიზაციაში და ჩემი წრე იყო ეგ ყველაფერი და რაღაცა რთული არ იყო, რაღაც რადიკალურად უცებ არ შეიცვალა ჩემი ცხოვრება რა. კი ბატონო, აი ნაბიჯ. ხო, იმიტომ რომ აი ჩემი დაკვირვებით ხო, აი რასაც ხედავ, ბევრი ხალხი ვინც მაგას აი ესე უცებს 180 გრადუსით რო შემოტრიალდებიან ხოლმე და აი ეგრევე ყველაფერს რო შეხედავენ, დიდი პროცენტულობა არის იმ ხალხის, რომელიც ანალოგიურად მე ისე ყველაფერზე ხელს ჩაიქნევენ ხოლმე და რაც მე ვარ დაკვირვებული, აი ესე ეტაპობრივად ნელ-ნელა რო შედიან და აი რო გადადგამენ ნაბიჯს, ნახავენ რომ ეს ყველაფერი ჩემთვის კომფორტულია და მომწონს, მოდი აბა კიდევ ცადოთ, კიდე ნაბიჯი და მე უკვე ხვდებიან რომ ეს უკვე ჩემი ცხოვრების გზა არის. კი არა რომ მე რაღაცა თავზე მოვიხვიე, რაღაცა ავიჩი. მე აი ამ გზით მივდივარ და მე ეს ყველაფერი მომწონს. და ეგ უფრო რჩება ხოლმე. ეს ჩემი დაკვირვება. ვერ ვიტყვი, ხა მე იმის მხედავ რომ არავინ არაფერი არ მაიძულა და ყველაფერი იყო ჩემი ნებასურვილით, მაინც მქონია პერიოდები, რაღაცა კითხვები გამჩენია, ეჭვი მქონია და აი ხო რაღაცა აი აღარ მიგზნია თავი კომფორტულად ამ სიტუაციაში. მაგრამ გადამილახია, კითხვებზე პასუხი მიმიღია შესაბამისად და ხო ანუ არ ჩემი ფიქრისთვის რადიკალურად ძალიან მალე შეიცვალა. ანუ საერთოდ არაფერს არ იცავდა და უცებ დაიწყო შაბათის დაცვა, უცებ ვიქორწინეთ ყველაფერის დაცვა დაიწყო, ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე ჩემთვის. მაგრამ მაინც ჩემ ქმარს მაგალითად არ ქონია არასოდეს მე ეჭვიან კითხვა გასჩენოდა, სწორედ ვაკეთებ, არ ვაკეთებ, რაღაც საერთოდ არ ქონია მაგალითად. და შენ ეს ეჭვი რო გიჩნდება, პასუხებს სად პოულობ, შიგნით თუ გარეთ? გარეთ რას გულისხმობ? ანუ სხვებისგან შენი გარემოცვისგან ამ კითხვებს სვამ და მე პასუხს იღებ რაღაცაზე და მაგით აკმაყოფილებ მაგ კითხვებს თუ აი შიგნით შენ თავთან საუბრისას მოდის ეს ყველაფერი? ჩემ თავთან საუბრისას კი ბატონო გარეთაც ორივე რა. ანუ უფრო მეტ ინფორმაციას ვცდილობ რომ მოვიძიო ჩემით. და ჩემ ასე ვთქვათ ტვინში გადავხარშო, ეს ყველაფერი კარგად ვიფიქრო, დავაკავშირო, რაღაც დასკვნები გამოვიტანო. ხო პრინციპში ალბათ უფრო ჩემ თავში მაგ ეგ ბრძოლა ხოლმე რა.
აი ერთი რაღაც რო აიღო, რომელიც ყველაზე მეტად გაგიჭირდა. აი რას დაასახელებდი მაგ მიმართულებით. გამიჭირდა? ხო. რო დამეწყო თუ რო დავიწყე და მე ანუ არ ვიცი ორივე ან თუ რამე გამოკვეთილი ისეთი გაქვს ანუ ალბათ ჩაცმულობა ყველაზე რთული იმიტომ რომ ისეთ გარემოში ვცხოვრობ ზეგავლენის ქვეშ ხარ სხვადასხვა სოციალური ქსელებიდან თუნდაც და ალბათ ეგ უფრო რა რაღაცა გინდა რომ გამოიყურებოდეს რაღაც შესაბამისად შესაფერისად და რო არ ნუ ცოტათი ესე თქვა შეზღუდული ხარ ესეთ მოკრძალებულად გაცვია და არ გიწყობს გარემოებები მაგისთვის რომ რაღაც კარგად ჩაიცვა რაღაცის და რაღაცა ეჭვები გიჩდება და ასე შემდეგ თავზე დაფარება და ჩაცმულობა არის ალბათ ყველაზე მეტად რაც რაღაც მომენტში გამიჩნდა რაღაც დისკომფორტი მაგრამ დღეს აბსოლუტურად აღარ მაქვს. ანუ უკვე გავიაზრე რატო ვაკეთებ ამას. ანუ ადრე თუ გავაკეთე ეს იმიტომ რომ ნუ თვლიდი რომ всё, ასე დავალება გვაქვს რომ გავაკეთოთ. ეხა უკვე ვიცი რატო ვაკეთებ ამას სიღრმისეულად. ხო, არა ისე უბრალოდ ღმერთმა თქვა ესე და მოდი მე ჩავიცმავ ისე, ხო? უკვე ვიცი რატო შეიძლება ეს დაგვავალა ღმერთმა და რისთვის არის კარგი და რაღაცა უკვე ფსიქოლოგიური მომენტები, რაღაცა სულიერი, რაღაცა მისტიური და მოკლედ ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს არ არის უბრალოდ აი ეს ხო, აი პროსტო ჩაიცი, ხო, არა, რა თქმა უნდა, ანუ ღმერთი გვავალებს რომ თუნდაც ღმერთი გვავალებს რომ გავაკეთოთ და ასევე რომ ვისწავლოთ, ჩავუღრმავდეთ და გავიგოთ აზრი, ხო, და არა უბრალოდ რაღაც რობოტებივით ვასრულოთ ეს. მაგრამ პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ, თორემ მე კითხვა შეიძლება არ გაგიჩნდეს, ხო, თუ არ დაიწყე ეს გაკეთება, კითხვა შეიძლება არ მოვიდეს. კი ბატონო. კარგი, მოდი, შენი ცხოვრების სხვა ასპექტზე გადავიდეთ ახლა. აი, როგორია სამი ბიჭის დედის ყოველდღიურობა? გამოწვევა ყოველი დღე. სერიოზული. არა, არა, იმიტომ რომ სამი ბიჭი მყავს, ანუ სამი ბავშვი რო ყავს, გამოწვევა. იგივე გამოწვევა აქვს ჩემ მეგობრებს, გოგოც ყავთ, ბიჭიც ყავთ. რთულია ფიზიკურად დაღლილობა უკვე მეორე ადგილას დგას, უფრო აი ემოციურად გიჭირს, ყველას თავის ხასიათი აქვს, ყველას უნდა მოერგო, ყველას უნდა გაუგო, ამ დროს შენ სჭირდება გაგება. და ცოტა ყვირილი, ცოტა ჭობი. ყოველდღიურობაში გვაქვს, კი ბატონო. როგორც ვიცი, ესეც საკმაოდ სწრაფად მოხდა, ხო? ანუ დიდი განსხვავება ასაკებში არ არის, ხო, როგორც ვიცი ბიჭებს? ვისთვის დიდია, ვისთვის პატარა არის. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან პატარა განსხვავებაც არის, იმიტომ რომ ჩემ მეგობრებში არის ბევრად ნაკლები პატარა განსხვავება. მაგრამ ალბათ კი, ალბათ აი ხო ფიქრობ ხოლმე, რამხელა კონფლიქტი აქვს უფროს და შუათანას, ფიქრობ, რომ აი არ უნდა მეჩქარა ალბათ, ცოტა უნდა დამეცადა რა, უფროსი გაზრდილიყო. მაგრამ აი როგორი დინამიკა აქვს ხოლმე ესე უფროსი ძმა უფროს ძმობს თუ ეჭვიანობა გვაქვს სერიოზული და მაგით ალბათ მე თავის დროზე მეორე რო შემეძინა ვერ შევძელი სწორად სიტუაციის მართვა. ხო და ალბათ მაგის გამო დღეს ძალიან დიდი ეჭვიანობა აქვს. ანუ ის შუათანა თუ რაღაცას იღებს, ამანაც აუცილებლად უნდა მიიღოს. თუნდაც შეუფერებელი იყოს მისი ასაკისთვის, თქვა, ხო, ის უფროსია, მაგრამ იმანაც აუცილებლად უნდა მიიღოს. თუ არა, ნუ ტირილი რაღაცა. ცოტა სკანდალები. გვაქვს ხოლმე. მოკლედ ძალიან მიჭირს ზრდასრულის პოზიციაში ყოფნა ბავშვებთან. ნუ ეგ ძალიან ბევრს უჭირს. ხო, და ეგ ყოველთვის ყველაზე დიდი პრობლემაა რა, ანუ ბავშვები გრძნობენ. და აი ეს კითხვა დარწმუნებული ვარ რომ ბევრს აქვს. აი საიდან მოვიდა ზარმაცი დიასახლისი, მოდი აი მაგაზე რა. მოკლედ, ესეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ მე რაღაცა რომ არ მომწონს რაღაც კეთება არ მიყვარს, იმაში ძალიან ზარმაცობ. და ყველაზე ნაკლებად რა საქმიანობაც მიყვარს, ეს არის დიასახლისობა. და ყოველთვის ვცდილობ რაღაც იოლი ხერხები გამონახოთ, თუნდაც კერძების მომზადებაში რაღაც მარტივი და მაგიტომაც დავირქვი ესე ზარმაც დიასახლისის ლაიფსტაილი. მაგრამ თუმცა დღევანდელ კონტენტით ვერ ვიტყვი, რომ ეგ მაგას ხაზს უსვამს. ალბათ შესაძლებელია, ბოთ, სხვა არაფერი არ ვიცი რა დავწეროთ. იყოს ჩვენ. ოკეი. და ბავშვები რამდენად გეხმარებიან ხოლმე შენ დიასახლისობაში? კი, ჩართული მყავს ყველა. კი, მაგიტომაც, რომ რა თქმა უნდა, იმიტომ მე მეზარება და ეგ მარტო ხო თან ბზრდი ზეთ მამაკაცებს, რომლებსაც არ დასჭირდებათ, ასე ვთქვათ, ქალის დახმარება ელემენტარულ რაღაცეებში რა. კი, ანუ კარგია, როცა ქალის დახმარებას იღებ რაღაცაში, მაგრამ როცა არა, ერთმანეთს დავეხმაროთ. ძალიან კარგია ეხლა აი საუზმეს რომ მოგიმზადებს, ხო? ქალი და მოგართმევს ძალიან კარგია, მაგრამ ეხლა ის სხვა არის კიდე, როცა შენ არ შეგიძლია რა, ანუ აი რაღაცა
რო რამე შიმშილისგან რომ მოკვდება ადამიანი თუ არ მიუტანე რა, აი ეგეთი ისიც ხო, აი კი ბატონო. არის ბევრი მაგალითი ეგეთი მოკლედ ხო და კი, არა, ძალიან მნიშვნელოვანი. არ იცი, ყველა ადამიანს ყველაფერი სწავლა შეუულია სიტუაცია რომ მოხდება. მაგრამ რაღაც კაცები უფრო ზარმაცები არიან. მაინც ხალი იკრებს ზალას რომ გააკეთოს. სულ ცუდად იყოს, ლოგინად ჩავარდნილი იყოს, მაინც ადგება გააკეთებს და კაც აქვს ეგ ფუფუნება, რა იკოტრიალო. ხო, აქედან ლაიქები მოგდის კაცებისგან, ხო. კი ბატონო. და ეს აი მოდი რახან ზარმაც დიასახლის და შენ პოზიციონირება სოციალურ ქსელში შევეხეთ, ხო? აი მაგაზეც რომ გავიაროთ რა, რომ საიდან წამოვიდა ეგ ყველაფერი, როგორ დაიწყო შენი კონტენტ კრეატორობა, როგორც ასეთი? არ ვიცი წლები არ მახსოვს, მაგრამ ეგ იყო პანდემიამდე. მომწონდა ეს გამომწერი ვიყავი სხვადასხვა კონტენტ კრეატორების. მაშინ კონტენტ კრეატორი სიტყვა არ იყო, მაშინ იყო ბლოგერი. ეს ახალია ხო, აშკარად კონტენტ კრეატორი. კონტენტ ესა ბლოგერი იყო, მე ინფლუენსერი და ახლა კონტენტ კრეატორი. ბლოგერებს მოკლედ ვაფოლოვებდი და მომწონდა მაგათი ეს საქმიანობები, რაღაცა რომ გზავნიდე რეკლამისთვის რაღაცებს, ისა ეს და მე ჩავთვალე რომ რაღაც შემიძლია გავაზიარო და დავიწყე ინსტაგრამზე სტორიების დადება. 400 გამომწერი მყავდა, მაგრამ რაღაცა შემდის ვაბავდი თავს. გამოცნობანა მქონდა, რაღაცა თამაშები მქონდა და ასე შემდეგ. მერე დაიწყო პანდემია და გამოვიდა TikTok-ი. და აი TikTok-იან წამოვიდა პრაქტიკულად ეს გამომწერები და უკვე უფრო სერიოზულად მოდი ესე ვთქვა. TikTok-მა მოიტანა რა. Okay. და ნუ შენი мотиваცია ამ ყველაფერში რა იყო? ანუ მოგწონდა ამის გაკეთება თუ აი თვითონ ეს გამომწერები და დიდი გვერდი და აი როგორც აი რა იყო შენი мотиваცია? ჯერ დავიწყე უბრალოდ ხო სახალისოდ რაღაცების გადაღება. მე რაღაც 1-2 ვიდეო გავარდა, მომეწონა კომენტარები, გამოხმაურება, ყურადღება, ხა რაღაცა ბავშვური ოცნება ხო, იცი რაღაც პოპულარული რო გახდები. რაღაცა ეგეთ შეგრძნება დამეუფლა უცებ, რომ ძალიან ცნობილი ვარ და მე გავაგრძელე რა, რაღაცა რითაც ვიყავი დაკავებული, ისეთ რაღაცებს ვუღებდი მოკლედ ვიდეოებს და ვდებდი და ძალიან ამართლებდა. იმიტომ რომ მაშინ ესე მახსოვს, რომ რასაც მე ვდებდი, ბევრი არ აკეთებდა ზუსტად იგივე რაღაცას. და იგი ყოველთვის მოსაწონი რა, რაღაც განსხვავებული კონტენტი მქონდა მაგ პერიოდში. ანუ შენ პოზიციონირება როგორც ასეთი შენ კონტენტში გაქვს როგორც მორწმუნე ებრაელს? არა. ეხლა ანუ თავიდან საერთოდ დავიწყე TikTok-ის მართვა და რაღაც ვიდეოების ატყუთა, საერთოდ არსად არ ვიძახდი ან ებრაელი ვარ ან რაღაც. კომენტარებში თუ მეკითხავდა თავს რატო გაფარია, ეგ შემეძლო პასუხი გამიცა, მაგრამ ესე საჯაროდ არ გამოსვარ და არ მithქვამს. იმიტომ რომ იმ მომენტში თავდაჯერებლობა მაკლდა, მეგონა რომ საკმარისი ცოდნა არ მაქვს, რომ რამე კითხვაზე შემოსულ კითხვაზე პასუხი გავცე და ან თუნდაც ნეგატივი რო წამოვიდეს, რომ მივიღო და გავატარო და ამიტომ თავს ვიკავებდი. ეხლა ხანს ალბათ 1 წელია, რაც ესე Instagram-ზე სტორებშიც კი ხშირად არ ვამბობდი, რომ ებრაელი ვარ და ამიტომ კითხვა უჩნდებოდა ყველას, აი ამას რატო ეს აკეთებდი, ის აკეთებდი. მაგრამ ხო, აი რაც სხვათა შორის 1 წელია არა, ცოტა მეტი. რაც გაკვეთილების შეტარება დავიწყე და უკვე დავიწყე გაზიარება ებრაული ტრადიციების შიდა წრეში, უკვე გარეთაც გამოვიტანე. ხო, ეხლა რაღაც ებრაული თემატიკაც მაქვს შერეული, მაგრამ არ არის ეგ ჩემი თავარი კონტენტი. არა, მეინი არ არის. ხო, ეგ კი ბატონო. და მაგას როგორი რეაქცია მოყვება ზოგადად ჩემი აუდიტორიისგან? ებრაელობაზე? ხო, ანუ აი თუნდაც ეს რაღაცა შერეული ნაწილები რაც გაქვს რა. არა არის ცუდი. 1-2 კომენტარი ისიც ვატყობ, რომ ბავშვებისგან მოდის რაღაცა, რო არიციან უბრალოდ ინფორმაცია რო არ აქვს, რაღაც შეიძლება ის. ანუ ზოგადად ძალიან კარგი აუდიტორია მყავს. ბოლოს ვიდეო სადაც ესე TikTok-ზე და პირდაპირ Reels-ზე ავტვირთე, სადაც ვამბობ, რომ ებრაელი ვარ და თავზე მაფარია და რაღაც. გონი მილიონამდე ნახვა მოაგროვა მარტო Instagram-ზე. და ძალიან კაი კომენტარები და ძალიან კაი გამოხმაურება მოყვა. ძალიან. ანუ ინტერესი მოდის თვითონ ხალხისგან, რო აი რატო და როგორ ყოველთვის გრძნობდი ხოლმე, ხო, ვისაც რაღაცა პატარას შეამჩნევდი, რომ ებრაელი ვარ, ძალიან დიდი ინტერესი იყო, ძალიან. და შემომდის ხოლმე კითხვები კომენტარებში, უბრალოდ არ ვიცი როგორ გავცე პასუხი ისე რომ რაღაც ებრაელობა ცუდად არ გამოჩნდეს და ძალიან საფიქრალია ეგ მომენტი ხოლმე ამიტომ ანუ ძალიანაც რო არ ჩაუღრმავდე ეხლა და გაკვეთილი და ვიღაცას რო ცუდი ის არ ჩაბე ის იმიტომ რომ ისედაც ხო იცი ერთი სულიად რაღაცაში გამოგიჩიო ხო და შესაბამისად ხო ძალიან დასაფიქრებელი ეხლა ეს ვიდეოც სადაც თავზე დაფარებაზე ჩავწერე ძალიან მინიმალურად ვთქვი და ანუ ნერვიულობდი მაგრამ მადლობა გონს ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა
ოკეი, ძალიან კაი. და ყველაზე ხშირი კითხვა რა არის ხოლმე? თავზე დაფარება. მაგიტო ვიდეოში რაც თავზე დაფარია, კითხვა შემოდის, ხო, მაგიტომაც მაგ კითხვას იმას ვქენი. ეხა უბრალოდ წერენ ხოლმე, რომ მეტი გაგვიზიარე ებრაულ ტრადიციებზე, თორე აი თავზე დაფარება იყო ყოველთვის პირველი კითხვა და ეხლაც რჩება ხოლმე. ხო, ეხლა რო კითხავენ ეგრე ლინკი ჩავუგდე ხოლმე. ეხლა უფრო კითხვა არის აი საკუთარი თმების გამოჩენა თუ არ შეიძლება, პარიკი რატო შეიძლება? ეხლა ეგ კითხვა გამოდის უკვე და ალბათ მაგისაც ცალკე ჩავწერ ვიდეო. ხო, აი ეგ კითხვა მეც მქონდა და მოდი სანამ ცალკე ვიდეოს ჩაწერა, აი რატო პარიკი რატო არის ოკეი სიტყვას და საკუთარი თმები. ნახე, თვითონ ეს წესი თავზე დაფარების მოდის თორიდან, ხო? წერია რომ ქალს უნდა დაიფაროს თავზე, დაფაროს საკუთარი თმები. არც დარწერია რომ არ შეიძლება დაიფაროს ხვისი თმები. შესაბამისად რო არის გამოსავალი, რატომაც არ გამოვიყენოთ, ხო? ვისაც გვინდა რომ გამოვიყურებოდეთ, ყოხდათ ლამაზად, შევეფერებოდეთ სხვებს და ასე შემდეგ, რატომაც არა. თუმცა იუდაიზმშივე არის ძალიან დიდი კამათი განხეთქილება ამ თემასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიფარო, რა რაოდენობის თმა უნდა გამოგიჩნდეს და ასე შემდეგ. სხვადასხვა აზრებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცვეთ ყველას. თავარს არ ვარღვევთ. ანუ ეგ მესმის კი, აი თვითონ თმის დაფარვას რა ის აქვს, ანუ მე როგორც ვიცი, თმა ზოგადად ენერგიის მატარებელი არის და კი, ანუ ხო, ეს უფრო სიღრმისეულად რო შევხედოთ და უბრალოდ რო ქალი უნდა გამოირჩეოდეს, დაოჯახებული ქალი უნდა გამოირჩეოდეს, აქ ის რო ხო, ენერგეტიკა აქვს. დაოჯახებული ქალბატონის თმას ენერგეტიკა, იმ თმას, რომელიც უშუალოდ შენ გიკავშირდება და შენ დნმ-ს ატარებს, ხო? და მიზიდულობა აქვს სხვანაირი. ამას შეიძლება თვალი ვერ ხედავს, მაგრამ რაღაცა გრძნობები არის და ასე შემდეგ, ხო? ეს უკვე მეორე მხარე არის ამის. ხო. ანუ ზოგადად თმაზე, აი ისტორია რო არის თუ არ ვცდები შიმშონის, ხო? გრძელი თმა რო ქონდა და მაშინ. ხო, თმა რო მოაჭრეს და ხო. კი, და ძალა რო გაუქრა, როგორც ასეთი, ხო? ანუ ეგეც ძალიან საინტერესო მიმართულებაა იმის, რომ თმას თავისი ძალა და თავისი ენერგეტიკა აქვს. კი, რა თქმა უნდა, მთლიანობაში ადამიანს ალბათ ადამიანის ყველა სხეულის ნაწილსაც აქვს თავისი რაღაც ენერგეტიკა, მაგრამ თმა კი ხშირად ფიგურირებს როგორც რაღაც გამორჩეული ენერგეტიკის მატარებელი. კი ბატონო. და ის რას ფიქრობ, როგორი გაგრძელება ექნება შენ ბლოგს? აი მომავლის რაღაცა კონკრეტული მიმართულება თუ გაქვს რამეს, რასაც უყურებ, ან რამე ახლის დამატება თუ გინდა შენი ასე ვთქვათ, სოციალური მედიის მიმართულებით. აი ძალიან მინდა რომ უფრო მეტი ვისაუბრო იუდაიზმზე და ებრაულ წესებზე, უბრალოდ აი მიჭირს აზრის ჩამოყალიბება, აი როგორ უნდა ჩავწერო ვიდეო, ხო რა, ისეთ მეტიც არა ვთქვა და გასაგებიც იყოს ყველასთვის. ხო, უფრო მაკეთკენ მინდა ალბათ ნელ-ნელა რომ წავიყვანო. მაგრამ თან რო იყოს ის რაღაცა ტრენდული რაღაცებიც რა. შერეული ბლოგი მაქვს რა, იმნა lifestyle საიდაც მივდივარ, მივექანები, იქით მიყავს ბლოგიც. ხო, ანუ შენი მიზანი კონკრეტულად ეხა მე როგორც გავიგე, თუ არ არის სწორი შენი სწორი, მაგრამ პირველ რიგში იმიტომ აკეთებ ამას, რომ მოგწონს. კი, ჩემი ჰობია. ხო. ხო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ არანაირი ფინანსური თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ჩემი ჰობია. სამომავლოდ თანამშრომლობებიც ხდება, იქიდან გამომდინარე თუ მე კომფორტულება. და მე რამე. ხო, მაგ თანამშრომლობებზე მაინტერესებს სხვათა შორის, რომ აი როგორ ხდება ეგ ყველაფერი, აი ყველაზე საინტერესო რა გაგიკეთებია, მოდი მაგით დავიწყოთ რა. ყველაზე საინტერესო თანამშრომლობის კუთხით. ხო, თანამშრომლობის კუთხით. და შენ უკავშირდები, შენ გიკავშირდები, აი ცოტა რომ მოყვე მაგაზე. მე არ ვუკავშირ, არა, პირველად სხვა შორის დაიწყო მე მივედი მაღაზიაში, რომელსაც ხშირად ვსტუმრობდი. რაღაც იაფად ქონათ რაღაც პროდუქცია და ხშირად ვსტუმრობდი მოკლედ და რომ ავეცი რაღაც 19-ით გამომწერამდე TikTok-ზე, გადავწყვიტე რომ მივიდე და შევთავაზო რეკლამა. აქ იყო ჩემი პირველი თანამშრომლობა და კიდე ერთ მაღაზიასთანაც მივედი და ეგრე დაიწყო, ეს იყო შეთანხმება რაღაც გარკვეული პროდუქცია ვიდეოს სანაცვლოდ. გეწოდებული ბარტერი. ბარტერი. კი ბატონო, მაშინ არ ვიცოდი ეგ სიტყვა. ხო, მაგრამ მე მაწყდა, ისედაც მივდიოდი, ვყიდულობდი რაღაცებს და გადავწყვიტე რომ მოდი ვიდეოს გადავუღებ. გონი ისედაც ვიღებდი მაგამდე ვიდეოს მაგათ პროდუქციაზე და მე გადავწყვიტე რომ მოდი ბაბა ვცდი იქნებ ისე მომცენ ეს პროდუქცია. ჩემ ჰობის მონეტიზაცია მივიცეთ. და მე აი ეგ მაგ პირველი იმის მერე, პირველი გამოცდილების მერე, აი როგორ გაიზარდა ასე ვთქვათ ეგ მიმართულება. ჩემი უმეტესი რეკლამა არის ბარტერი. იქიდან გამომდინარე რომ მე არ შემილია მიჭირს ძალიან მივწერო რაღაც თანხა
იმიტომ რომ ნერვიულობ, რომ აი ვიდეო რო ავტვირთო, ხა არ ხარ დაზღვეული, შეიძლება არ გავარდეს და რაღაცას და არ მინდა რომ მე უკმაყოფილო დარჩეს. იმიტომ წყნარად ვარ ბარტერის შემთხვევაში, რომ აი ხომ ბარტერზე ბევრს ვერაფერს ვერ მოგთხოვენ, ხო ალბათ. სადრო თანხასაც გიხდიან ამასთან ერთად. ამიტომ წყნარად ვარ და მირჩენია, თან თუ პროდუქცია მეც მომწონს და მინდა და რაღაც ეგრე. რაც შეეხება უკვე თანხას გადახდაზე, პირველი გამოცდილება მქონდა თვითონ მომწერა ერთ-ერთმა ცნობილმა კონტენტ კრეატორმა, დღეს კიდევ უფრო ცნობილია და მაღაზია მაქვს მოკლედ და თუ შეგიძლია რომ გამირეკლამო, აი მსგავსი ვიდეოს გადაღება მინდაო, რომელიც მედო რაღაც ვიდეო რომელიღაც მაღაზიის და მაღაზია ამიღწერა ყველაფერი და რამდენი იქნებაო, ანუ რამდენი გჭირდებაო მოკლედ რა ამ საქმეშიო. ეგრევე დავსკრინე ეს, იმიტომ რომ რაღაც ცნობილო ადამიანმა მომწერა, მეგობარს ჩაუგდე, მეთქი ნახე ვინ მომწერა, მიდეკავს. იცოდე, 100 ლარზე ნაკლები არ უთხრაო. და ჩემ ვიდეოებს მაგ პერიოდში მინიმუმ 100,000 ნახვა ჰქონდა და მინიმუმ 10,000 ლაიქები TikTok-ზე, მაგრამ ფასი არ ვიცოდი რა. თან ახლა სხვა მაღაზიებს უკეთებდი კვირაში 30 ლარის სანას, ანუ 30 ლარის პროდუქციას ვიღებდი, წარმოიდგინეთ და ანუ 100 ლარზე ნაკლები არ უთხრაო, მეთქი ვერ ვეტყვი თქო, იმ ვიდეოს მეთქი უსასრულოდ გადავიღე მეთქი ის ვიდეო და ამას როგორ უთხრა მეთქი 100 ლარი. არაო, მოკლედ. ავიღე ტელეფონი და მივწერე 100 ლარი და ვერ მივწერე რა, ვერა. და მეთქი თქვენ რამდენსაც შემომთავაზებთ თქო და 500 ლარი საკმარისი იქნება. მე კიდე არ მივწერე 100 ლარი. ხო და ეს რა მეთქი კი და მაინც ვერ მოვითვინა და მეთქი ორ ვიდეოს გადავიღებ თქო და ორი ფილიალი ჰქონდათ. და ორივე ფილიალის ვიდეო გადავიღე, ნუ ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა, ბევრი ლაიქები, ნუ დაწუნდა რომ კმაყოფილები იყვნენ, იმიტომ რომ ეხლა ხანს კიდე ერთხელ შემიკვეთა იგივე მაღაზიამ რეკლამა. იგივენაირად მომწერა რამდენი გინდა და ვერ მივწვენე. არ შევიძლია. ძალიან მიჭირს რა თანხის დაწესება, იმიტომ რომ არ ვიცი რა ჯდება ჩემი შრომა. ხა ვიცი რომ რეალურად რასაც ისინი იღებენ სარგებელს ამ ვიდეოდან ძალიან დიდია. მაგრამ მე ვაფასებ ალბათ ჩემ შრომას, ხა რაღაცას რომ გავალ ვიდეოს გადავიღებ, დავამონტაჟებ, ჯამშება ერთი დღე დამჭირდეს. და რაღაცა ისე მგონია რომ ეგ თანხა რაღაცა აი ერთი დღის შრომასთან რაღაც შეუფერებელია. ერთი ისტორია მინდა მაგაზე რომ მოგიყვა. იყო ეგეთი ატომური ფიზიკოს სახელები არ მახსოვს კონკრეტული ნამდვილი სიტუაცია არის, ნამდვილი ამბავია, მაგრამ სახელები არ მახსოვს. და ანუ აშენა რაღაც დიდი ატომური კოლაიდერი, ერთ-ერთი მთავარი ინჟინერი იყო მაგ ყველაფერში და ну, მოკლედ რა, რაღაც მილიარდობით დოლარი დაჯდა მაგ ყველაფრის აშენება რა და ანუ ყველაფერი მუშაობს, ყველაფერი კარგად არის, გამართულია და რაღაც მომენტში იყო რაღაც ხარვეზი რა. ну, რაღაც არ მუშაობდა. და ანუ დაურეკეს რომ მარტო შენ შეგიძლია და მარტო შენ იცი ეს როგორ გამოასწორო და აბა ძალიან გთხოვ რომ მოდი და გვიშველე და დაგვეხმარე რა. და ანუ მოვიდა ტიპი ესე შეხედა სიტუაციას, ნახა ზუსტად რა როგორ არის და უთხრა რომ ეს ყველაფერი დაგიჯდება 200,000 დოლარია. და ანუ ეხლა რა თქმა უნდა კაცო, ოღონდ შენ ეს გააკეთე და რა სიძახი კაცო, არაფერი არ არის, რა თქმა უნდა რომ ვიზავთო რა. გავიდა იქით გვერდზე, ესე აიყო პატარა ჩაკუჩი, მივიდა, ეს გააკეთა და ისე მზად არის. ანგარის ნომერი გააქვს და წავიდა. ანუ ნახე, ანუ ამით რას ვამბობ, რომ ერთი არის ის ფიზიკური დრო და შრომა და ენერგია, რასაც რაღაცაში დებ, მაგრამ მეორე არის ის რასაც აკეთებ, ანუ ის ღირებულება, რომელსაც ქმნი. და იმისთვის რომ კონკრეტული ღირებულება შექმნა, არ არის აუცილებელი რომ ძალიან ბევრი დრო და ენერგია ჩადო, ხო? ანუ აი იგივე გრაფიკული დიზაინის მაგალითი რო ავიღოთ, ხო? აი როცა აიღებ და რაღაც ლოგოს რო გააკეთებ, რა უფრო ძვირი არის, რა უფრო ძვირად ღირებული არის. ძალიან მაგარი ლოგო, რომელზეც 4 თვე მუშაობდნენ თუ ძალიან მაგარი ლოგო, რომელიც 4 საათში გაგიკეთეს. თავარია ლოგო როგორი გამოვიდა, ხო? ანუ ხო, თუ ძალიან მაგარი ლოგო გექნება 4 საათში მზად, უფრო ნაკლებს გადაიხდი, ვიდრე იმაში, რომ 4 თვე იყოს, ანუ შენ დროს ნაკლებად აფასებ, ანუ პირიქით ის, რომ შენ შეგიძლია შექმნა პროდუქტი, რომელიც მათ მოუტანს ფინანსურ სარგებელს, პატარა დროში და შენი დაბალი ენერგიით, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია დიდი ღირებულების შექმნა და არა ის, რომ შენი შრომა ნაკლები ღირს. კი ბატონო, ვიცი, მაგასაც ვიაზრებ, უბრალოდ რა მომენტი მაქვს, რომ აი რა ვქნავ, ვინერვიულებ, რომ აი მაგალითად ვიდეო არ გაამართლოს, რაღაც ისეთი რაოდენობით ნახვა არ ქონდეს, ვინერვიულებ და არ მიღირს. თქვა ნერვიულობად, ის რომ აი ავიღო რაღაც დიდი თანხა. ეხა ბოლოს ისე მაღაზიასთან თანამშრომლე, ამჯერად 2 ვიდეო უნდა და 1000 ლარი შემომთავაზეს.
პირველი ვიდეო რომელიც ავტვირთე, კარგი გამოხმაურება ქონდა, მეორეს ისე რა. და მივწერე რომ ვერ გამოგართმევთ მეთქი. ატას ლარს თქო, დაველოდები მეთქი ნახვებს თქო და იქ შესაბამისად მოგწერტო, კაიო. მეგობრებს უთხარი და რა გაგიჟდიო, მეგობრებო, რა სამბოფო გამოართიო, ისრომეო, ისაო, ესაო. თი კაი, არამეთი 600 ლარზე ვფიქრობდი, 600 ლარს ვეტყვი თქო რა. და მეგობრები რომ ელაპარაკდნენ, ავედი 800 ლარამდე. და მივწერე რომ აი 800 ლარი მეთქი ჩამირიცხეთ თქო და არაო. როზეთ შევთანხმდითო, იმას ჩაგირიცხეს და ჩამირიცხეს. ძალიან კარგია რომ ეგეთი შეგნებული ადამიანი შეხვდება და თვითონ რომ მაგას გეტყვის, მაგრამ ანუ რეალურად აი მე ხლა მარკეტინგული სააგენტო მაქვს და ვიდეოებს ვიღებთ და ვაკეთებთ, ხო? ბიზნესებს ვეხმარებით მაგით და რეალურად დიდ ღირებულებას ვაძლევთ, იმიტომ რომ თვითონ ამის გაკეთება არ შეუძლიათ, ამიტომ ეძებენ იმას, ვინც ამას გააკეთებს ხარისხიანად. შენ თუ შეგიძლია რომ ყველაფერი გააკეთო ხარისხიანად, სოციალური მედია ანუ არ არის რაღაცა კონკრეტული ფორმულა არ გაქვს რაღაცაში, რო თქვა რომ აი ეს, ესე იგი იქნება ნახვები. შენ გარანტიას მაგისას ვერ მისცემ, მაგრამ შენ იმის გარანტიას მისცემ, რომ შენ მაქსიმალურად ეცდები. რომ შენ გაუკეთებ რეალურად კარგ ხარისხიან ვიდეოს, იფიქრებ ამაზე და რაღაცა მართლა არ მიაფუჩეჭებ, მართლა კარგად გააკეთებ გულით. ხო, ანუ შენ როცა შენი მხარე კარგად გააკეთე, ის ვიდეო 100,000 ნახვაზე ავა თუ 10,000 ნახვაზე იქნება, ეგ ცოტა მეორე საკითხია. ხო, ალბათ თვითონაც რა თქმა უნდა, რომ წერენ და გიკვეთ ამ რეკლამას, მაგას ითვალისწინებენ ყველაფერს, ხო? კი, რისკი არის ყველა ვარიანტში. კი ბატონო, ხო, მაგრამ აი ესე ვარ რა. ახლა ვიცი რომ ბევრს ვინერვიულებდი, მაგრამ თავისინებით მაინც გადაწყვეტეს რომ ჩამირიცხო. ახლა ნუ ეგ გასია, ბერძვიმეც. კი. ამ ყველაფერს მაგრამ. კი, ეს ყველაფერი დატრენინგებადი არის, სწავლებადი არის, ძალიან მესმის და რა თქმა უნდა რომ ეხლა ადამიანი რომელსაც არ უნდა რომ ვიღაცა გააცუროს და მოატყუოს და ეგეთი იმით იყოს რაღაცა იმპოსტერ სინდრომს რო ეძახი. არა, მოტყუება არ ატყუებ, იმიტომ რომ იციან, ეგ ვიცი რომ არ ვატყუებ, მაგრამ მე ვინერვიულებ და მე მინდა რომ მაქსიმალურად სიკეთე გავუკეთო, იმიტომ ვიღებ თანხას და რომ ვერ ვუკეთებ იმას მე ვინერვიულებ მე თვითონ და მაგიტო ვარ ხოლმე მისჩვენია ნაკლები აიღონდა რა მადლობა ღმერთს, ანუ ეს ჩემი მთავარი შემოსავალი არ არის, მაგაზე ოჯახი არ ვცხოვრობ, ჩემი გატაცება არის და რაღაცა გართობა, მოდი ესე ვთქვა და მაგიტომაც ხა ეს რომ რაღაც ოჯახი ამაზე იყოს, კიდე ხო ხა იტყვი რომ ნუ როცა შენი გართობით შეგიძლია რომ არა უბრალოდ შეინახო ოჯახი არ ესე კარგად ხა შეინახო ოჯახს ხო რაღაც მე მომხმარდა იქ კი მესმის რა მაინტერესებს იცი აი შენი ოჯახი როგორ უყურებს ამ ყველაფერს შენ გატაცებას ხო ბავშვებს მოსწონთ იცი სკოლაში რეუნებიანდი და შენ ტიკტოკერია ტიკტოქს ვნახე და რაღაცა ხო ცოტა დანიელი უფროსი ბიჭი უკვე ხდება ხო რომ რაღაცა აი ცნობილი დედა მყავს რაღაც ეგეთი შეგრძნებებია ჩემი მეუღლე ვერიტანს ჩემს ამ საქმიანობას კი იმედი აქვს რომ აი როდესღაც ერთ დღეს გავიგუძებ და გავაუქმებ საერთოდ მოლოდინშია ეხლა ბოლოს შევიძინე მიკროფონი პროფესიონალური მოდის ვთქვა და რაც მაგის შეძენის შემდეგ ძალიან მალევე თითქოს სურვილი დავკარგე ვიდეოების გადაღების. Αλλά ეხლა ვთქვი რომ მეთქი ახლა ეს რომ კამერავი რო ვიყიდე მეთქი პროფესიონალური ალბათ საბოლოოდ შევეშვები თქო რა. ჩემო მეუღლემ ეხლავე წავედი ქეშად ვიყიდი, გიყიდი მაგ კამერას ოღონდ შეეშვია. ცოტა ძირფასი კამერაა და და ეს მოკლედ ელოდება ჩემი ქმარი. და თვითონ რო არ სკროლავს, არ უყურებს, გონია რომ ერთადერთი გიჟი ვარ, ვინც მსგავს ვიდეოს იღებს. ბევრჯერ ვთქვას რა შეგინა მაგას რო აზიარებ, რა შეაინტერესებთ ხალხს. ნუ არიც არ არის მაგ საქმეში. აშკარა დაინტერესებს. რა, ხო, ვერ ვაგებინებ თვითონ რო ვერ ხედავს, როგორ რას იღებს ხალხი, რითია გატაცებული ხალხი, გონია რაღაცა სისულელეა რა. ანუ ერთხელ უბრალოდ აი დავფიქრდი იმაზე, რომ აი ვიდეოს რო გადაიღებ, კიდე ერთ ვიდეოს გადაიღებ, დადებ და ნუ რაღაც 1000 ნახო აქ რა. და ანუ ეხლა როცა მიჩვეული ხარ 50 და 100 და იქ მილიონზე ვარდება, ნუ გიტყდება ეხლა რა, ამდენი ვიწვალე, გადავიღე, იდეა მოვიფიქრე, ის ვქენი, ეს ვქენი, 1000 ნახო. და ანუ მე უბრალოდ რო დაფიქრდე და ითვალებ და ხვდე და წარმოიდგინო 1000 ადამიანი შენ წინ. კი. ანუ რამდენი არის 1000 ადამიანი? 100 აიღე, 100. ანუ 100 ადამიანი და ეხლა 100,000 ადამიანი რომელმაც ნახა შენი ვიდეო, რომელიც შენ გადაიღე, ანუ ძალიან რთული წარმოსადგენია. ნახვები ისე არა ნამდვილად როგორც აი პრო ლაიქები არის მნიშვნელოვანი, ანუ მოეწონა შენი ვიდეო, აი 100 კაც მოეწონა შენი ვიდეო, წარმოიდგინე რომ 100 კაცი. ხო, ანუ ეს ციფრები უბრალოდ იმდენად გიტაცებს ხოლმე და მე თან იმას რო უყურებ, მე რო ვიღაცა
სუპერ ინფლუენსერს რაღაცა მილიარდი ნახვა აქვს YouTube-ზე და мотиваციაზეც და რაღაც განწყობაზეც მოქმედებს კი ბატონო. მე ჩამივარდა, აქ ძალიან აქტიური ვიყავი და მე მესამე ურსულობა და წოლითი რეჟიმი და ტოქსიკოზი, თვეები აღარ ვიაქტიურე და შესაბამისად აუდიტორიასაც დავავიწყდი და ნუ აი ძალიან გამიჭირდა რა. დღემდე ვებრძვი ის აი დაკარგულ რაღაცა რაც არის მოკლედ ალგორითმს თუ რაც არის ვებრძვი დღესაც კი. Okay. მაგიტომაც ხო. მაგრამ ბრუნდება ნელ-ნელა. ხო, ანუ ითხოვს TikTok-ით და Instagram-ით და სუი აქტიურო და არ გამომდის რეალურად რაღაც დღეები მაქვს, როდესაც გამომყოფ ხოლმე რომ აი გადავიღო ვიდეო ავტვირთ რაღაც თორებში და ასე შემდეგ. კი, აი ჩვენს გქონდა ეგეთი გამოცდილება Wake Up-ში, რომ რაღაც პერიოდი გქონდა, სადაც თვენახევრის განმავლობაში ყოველ დღე ვდებდით ვიდეოს. თან ეს პროსტა ის ხო არ არის რაღაც აიღე სელფიზე რაღაც ჩაწერე ანუ ვიღებთ აქ სტუდიაში ვამონტაჟებთ მე მან სკრიპტებს წერთ თამაშობთ და თვენახევრის განმავლობაში და პირველი რაღაცა რამოდენიმე კვირა საერთოდ ნახვები არ გქონდა რა ну გქონდა ეგრე 500-1000 ნახვა და კი მადლიერი უნდა ვიყოთ მაგ 1000 ნახვაზეც კი მეც თქვი ეგ ნამდვილად მაგრამ მე აი როცა უკვე დაამუღამა ალგორითმა რომ ვა ნახე რამდენს ჩალიჩობენ რამდენს აკეთებენ და წამოვიდა უკვე ეს ნახვებიც და წამოვიდა მე რაღაც 1.300.000-ზე გავარდა ერთი ვიდეო მე 200 და 300 და ანუ წამოიღო ასე ვთქვათ ნახვები რა და ანუ მე ისეთი პერიოდი მოვიდა ჩვენ ბიზნესში რომ რაღაც ბიზნეს მოდელი შევცვალეთ ძალიან ბევრი სიახლე გქონდა ხალხი ავიყვანეთ წინა ხალხი მიწკოდა ისინი გავხდით მოკლედ ბევრი ცვლილება გქონდა ერთდროულად რა და აი რაღაცა პერიოდის განმავლობაში უკვე აი რო არ დებ არაფერს მე უკვე ისე აღარ მუშაობს რა ეხლა დავდეთ ვიდეო რომელიც ძალიან მაგარი ვიდეო არის ჩემი გადმოსახედიდან მაგრამ არ წაიღო არ მოუნდა მოკლედ ხო საერთოდ ეს რაღაც უფრო მე წვალობ უფრო რთულად არის და რაც რაღაცა უბრალოდ მე თვითონაც ან ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიდეოები იყო რაღაც სულელური ვიდეოები რომელიც გავარდა და მაგითამ რაღაც мотивация მომეცა რა რაღაც სხვადასხვა ვიდეოები გადამეყვა რა. ხო ზოგადად რაღაცა ის სულელური და რაღაც უფრო მარტივად ვარდება. ხო, მაგრამ ახლა ჩვენი სეგმენტი მაინც ცოტა სხვა არის, ანუ ჩვენ ხო, თქვენ ვერ გადაიღებთ ეგეთ ვიდეოებს, ხო რაღაც უბრალოს და ანუ ჩვენ რო გაგვივარდეს ეგეთი ვიდეო და შემოვიდეს ეგეთი ხალხი, რომელსაც უბრალოდ ხიხიხახა ინტერესებს და მანდედან ბევრი ფოლოვერი ყავდეს, ეგ პირიქით უარესია. იმიტომ რომ მაშინ მე ალგორითმი მარტო ეგეთ ხალხს აჩვენებს. ხო ჩვენ ვიდეოებს და ეგ არ გვინდა ჩვენ გვინდა ხალხი ვისაც მარკეტინგი და ბიზნესი და ზოგადად და ის ინტერესი. ხო, შემთხვევაში კიდევ უფრო რთულად არის. ოკეი. ხო. რა მაინტერესებს იცი? თქვი რომ ხარ ჩართული ებრაულ ორგანიზაციაში და ასწავლი და ასე შემდეგ, მაგრამ აი მაინტერესებს ზოგადად აი როგორ ხედავ შენ თავს შენ პოზიციას თემში, ანუ რამდენად ჩართული ხარ, რამდენად აქტიურად ხარ თემის ცხოვრებაში როგორც ასეთი. მოდი, აი ერთი ნაბიჯი უკანა ვიღოთ კიდე და მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ შენთვის თემი რას ნიშნავს, აი რა არის ეგ? რავი, ოჯახს რაღაცა წრეს, რავი, დასაფიქრებელია. მე ვაქტიურობ ეს ჩემი გაკვეთილებისაც ვატარებ. ყველასთან შეხება არ მაქვს. შეიძლება ხა ჩემი სოციალურ ქსელებშიც აქტიურობა რაღაცა მხრივ ითვლებოდეს, რომ თემში ვმუშაობ და ძალიან ბევრი ებრაელი მიყურებს და რაღაცა წვლილი შემაქვს, ესე ვთქვათ. სხვა არ ვიცი. აი რას ფიქრობ ახლა ძალიან ბევრზე უფრო ახლო შეხება გაქვს თემთან. როგორც მინიმუმ ასწავლი და ბევრ ხალხთან კომუნიკაციაში ხარ და შენ წრე არის როგორც ასეთი. რას ფიქრობ, რა აკლია დღეს ჩვენ ებრაულ თემს, რა გვჭირდება? მეტი შეხვედრა, მეტი ერთობლივი პროგრამები, პროექტები, ხშირი კომუნიკაცია ალბათ, არ ვიცი. ძალიან რთული არის, რო ვთქვა. აი ნახე საკმაოდ ბევრი პროგრამა და პროექტი არის დღეს. ანუ საერთო არის? საერთო ყველა მაგაზე ორგანიზაცია. ვიცი რომ არის რაღაცა წელიწადში ერთხელ რაღაცა. ხო. შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ
აი მე შემიძლია რომ J-Hub-ზე ვილაპარაკო მაგალითად რა, ანუ ხა ყველა ორგანიზაციაში მე ნამდვილად ეგრე არ ვარ ჩახედული, მაგრამ მე შემიძლია რომ J-Hub-ზე ვილაპარაკო და ეხლა ჩვენი სეგმენტი არის 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდები, რომლებსაც აინტერესებთ ზრდა, განვითარება და სხვადასხვა მიმართულებით რაღაცა ახლის გაგება, როგორც ასეთი და ერთმანეთთან შეხვედრა. ხო, ანუ რო შევადაროთ ჩვენი აქტივობა აი ყველაზე მეტი ხალხი ყავდა მაგალითად წინა წელს გახსნაზე, როცა მოვიწვიეთ ანდროდ გებუაძე, გქონდა ძალიან საინტერესო ლექცია მასთან ერთად და მოვიდა დაახლოებით 80 ადამიანი. ხო, ანუ რომ 90-მდე იყო ჯამში, მაგრამ ანუ 80-მდე იყო, რომელიც ჩვენი სეგმენტი არის, ჩვენი მიმართულება რა. იმის მერე ეგეთი აქტივობა არ ყოფილა. და ანუ აი მე მიჩნდება ხოლმე კითხვა, რომ აი რა გვაკლია, რომ უფრო მეტი სიტუაცია სადაც შეიძლება რომ შევხვდეთ, თუ უფრო კონკრეტული რაღაცით უნდა დავაინტერესოთ ხალხი, თუ აი ხო, ანუ ასაკი ალბათ ძალიან რთულია, მარტო ასაკით შემოიფარგლო, რაღაც ინტერესები უნდა დაიყვათ, რაღაცა ინტერესების მიხედვით უნდა იყოს დაყოფილი და არა ასაკით. ხო, ვიღაც შევა 16 წლისას აინტერესებდეს ის, რაც თქვენ შესთავაზეთ და 18 წლისას არ აინტერესებდეს. ხო, ანუ აი მაგ მიმართულებით ახლა ჩვენ გვაქვს გამოცდილება რომ ინტერესებით დავყოთ, იმიტომ რომ ანუ არ არის უბრალოდ რაღაცა შევხვდით და გავერთეთ ამბავი ახლა. არ ვიცი, მე მგონი არ ხარ ჩვენთან ნამყოფი შეხვედრებს, ამიტომ ხო რაღაც ცოტა უფრო რო აგიხსნა რას ვაკეთებთ, გვაქვს ხოლმე შეხვედრები სპიკერებთან. მოყვავს სპიკერები სხვადასხვა მიმართულებით, ყავდა ეკონომისტი, ფსიქოლოგი, მარკეტოლოგი, HR მიმართულების წარმომადგენელი და კიდე ბევრი სხვადასხვა საინტერესო ადამიანი, რომელიც მოდის და აზიარებს თავის გამოცდილებას, რაც ძალიან ძვირფასია რეალურად, იმიტომ რომ ხალხი, რომელიც თავის სფეროში არის ესეთი მოწინავე, ხო? ანუ ბევრ რაღაცის მიღება შეიძლება მომდიდან, ეს შეიძლება იყოს პროფესიული ორიენტაცია, რომ ცოტა უფრო კარგად გაიგო მიმართულებაზე და შეიძლება რაღაც შენი მომავალი ფეშენი იპოვო მაგით ხო, რომ აი რა მომწონს და რა მინდა და რა მიყვარს. ან შეიძლება უბრალოდ შენი მიმართულება იყოს და მაგაში უფრო მეტი რაღაც იპოვო, მაგრამ ანუ წავაწყდით ასეთ პრობლემას, რომ ყველა მიმართულებით, ხო? ანუ თან ვცდილობთ რაღაც გამოკითხვაც გავაკეთოთ, რა ინტერესებთ უფრო, რა მიმართულებით წავიდეთ ასე შემდეგ. ყველა მიმართულებით წავაწყდით იმ პრობლემას, რომ ანუ მაინც არ არის ისეთი ინტერესი. არ მოდის იმდენად ხალხი, იქნება ეს უბრალოდ რაღაც. იმიტომ რომ ხა კონკრეტული სპიკერი კონკრეტულ თემაზე საუბრობს, ხო მართალია და ის თემა ყოველთვის საინტერესო ვერ იქნება. ხა მე მაგალითად თუ რაღაც არ მაინტერესებს, ვერ მოვისმენ. ფიქრებში წავალ და ჩემთვის მეორჯერ აღარ მოვალ თქვათ, ხო? ხო, მაგრამ რადგან ახლა ებრაელების შეზღუდული რაოდენობით ვართ და ახლა როგორღაც უნდა ან რო კესდება ეგეთი რაღაც ღონისძიება, უნდა გაითვალოს ცოტა ადამიანზე, იმას რაც რეალურად აინტერესებს. ან შეიძლება ეგ არ გაწყობდეს, ხო, გინდა ბევრი მოვიდეს, მაგრამ რომ მოვა, ну თუ ვერ დაინახა საინტერესო ვერაფერი. ის კი არ არის საინტერესო, ბოდ მისთვის არ არის საინტერესო, ან იმ მომენტში ამით არ არის გატაცებული. ხო, შეიძლება მე იფიქროს რატო გამოვტოვე, კაი იქნება და სხვა დრო დაუდგეს ცხოვრებაში, და თქვას რომ აი ეს კაი იქნება რომ ცოდნოდა. მაგრამ აი ეგ პრობლემა არის რა, მაგრამ რადგან შეზღუდულები ვართ, ხო, სხვა გზა. ანუ შენი აზრით აი მაინტერესებს, აი თქვი რომ მეტი შეკრებაო. აი შენთვის რა იქნებოდა საინტერესო? როგორი ტიპის შეკრება უნდა გავაკეთოთ სიტყვაზე J-Hub-ში? რომ აი შენთვის მაგალითად იყოს საინტერესო. ერთი რაც დავინახე, ყველაზე კარგად იკრიბებიან ებრაელები ქორწილებში. ბრიტმილებში. ანუ 80 კი არა 300, 400. ალბათ ეს უნდა მოვამრავლოთ, იმიტომ რომ მაგდროს ან დაპატიჟებაც არ გინდა, ვიღაც ეწყინება და ჯერ ვარ დაპატიჟო. კი ბატონო. ხო, ასე რა ალბათ ეგენი უნდა მოვამრავლო და იქ მოვიყვანოთ სპიკერი. ძალკე ხო იცი სანამ ელოდებიან პაციტება დაგძალი როდის მოვა? ამ ოთახში არის ეს სპიკერი, იმ ოთახში არის ეს სპიკერი და შეგიძლია. ძალიან მაგარი იდეა. მოგწონს კი. ისე ძალიან კარგია. კი ბატონო. სტარტაპი შეგიძლია რომ დააპატენტებო. კი ბატონო. ხო, პროდუქტიული ქორწილი. კარგი, ეგ ისედაც არის. ეგ ისედაც გვაქვს და საკმაოდ მრავლად შეიძლება რომ მრავლადაც იყოს. არა, ხო, ძალიან შემცირდა რეალურად ეგ არის პრობლემა. ხო. ვაკლია. კი ბატონო. და აი რაღაცა ისეთი რაც უფრო მარტივად შეიძლება რომ დავაორგანიზოთ ახლა. ივენთისთვის დასაქორწინებელი გოგო-ბიჭები რომ ვიყავთ, გაგვიჭირდება. უბრალოდ ცოტა სხვა სეგმენტია. თან უკვე დაკავებული სეგმენტია. ეს არის რასაც მე დავაკვირდი, ანუ მე სხვა ორგანიზაციაში ვმუშაობდი, უფრო აქტიურადაც ვიყავი ჩართული და ყოველთვის იყო პრობლემა
ხალხის მოყვანის, იმიტომ რომ ნუ აინტერესები იყოფა რა და რა უნდა ქნაბა. რა უნდა ქნა? მოვა ვიღაცა ხათრი და გიჯდება იქ და მოусმენს იმ სპიკერს. არა, ეგ ერთხელ შეიძლება მოვიდეს, მაგრამ მე აღარ. ხო, მაგას ვიძახი და აი მოგიტო იმუშაოთ ხორცლებს. ბრიტმილების და კარგი. მაშინ მოდი მინდა რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო იყო მოკლედ ამ ყველაფრის გაგება შენგან და მინდა რომ ესეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ შემდეგი სტუმარი ვინც გვეყოლება, რომ დაუტყო მას რაღაც კითხვა, რომელსაც ბოლოში უპასუხოს. ფაქტული რაღაც რამე ისეთ სერიოზული კითხვა უნდა იყოს, რა. როგორც მინდა. შეგიძლია კითხო, პიცა უფრო უყვარს თუ ბურგერი, მაგრამ თუ სერიოზული იქნება, უფრო სერიოზულ პასუხს მიიღებ. კაი. თვითმფრინავი ჩამოვარდეს კანადისა და შეერთებული შტატების საზღვარზე. გადარჩენილებს სად დაასაფლავებენ? კითხვა დაუსვა. კი ბატონო. ჩავიმიშნავთ აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო J-Hub პოდკასტი და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. Okay. J-Hub პოდკასტი